მე ვარ ჟანა ჩოხელი, 5 წლის დაჩის დედა, რომელსაც აქვს SCN2A გენის მუტაცია. დაჩი დაიბადა სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ რამდენიმე დღეში შევამჩნიეთ უცნაური მოძრაობები, რომელიც შემდგომ უკვე ექიმმა განგვიმარტა, რომ ეს იყო გულყრები. თუმცა ძალიან გაუჭირდათ მიზეზის პოვნა. დაგვჭირდა დაახლოებით 3 თვე და კარგი ექიმის მოძებნა, რომ გაგვეგო დაჩის დაახლოებით სავარაუდო დიაგნოზი დაჩის. და იმისათვის რომ დაგვეზუსტებინა რა დიაგნოზი ჰქონდა, გავაგზავნეთ გენეტიკური ანალიზი. ექიმის ეჭვი დადასტურდა, ეს ნამდვილად იყო SCN2A გენის მუტაცია, რომელიც იწვევდა გულყრებს. მანამდე სანამ გავიგებდით დაჩის დიაგნოზს, ჩვენ ვიყავით სრულიად გაურკვევლობაში, არ ვიცოდით რასთან ჰქონდა შეხება, რა იწვევდა მის სიმპტომებს, რომელი მედიკამენტით უნდა გვემკურნალა. დიაგნოზის შემდგომ უკვე ზუსტად ვიცოდით, რომელი წამალი მოერგებოდა დაჩის დაავადებას და რომელი არ მოერგებოდა და რომელი გააუარესებდა სიმპტომებს. დიაგნოზმა მინდა გითხრათ, რომ მოგვიტანა პირველ რიგში შვება. შვება, რომ უკვე ცოდნა შვება, რომ ვიცოდით რასთან ჰქონდა საქმე და ასევე მოგვიტანა ის რომ მოვახდინეთ დაკავშირება სხვა ოჯახებთან, გავიცანით სხვა ოჯახები, რომლებსაც ყავდათ იგივე დიაგნოზის მქონე ბავშვები და ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენთვის. როდესაც გავიგეთ დიაგნოზი, თავდაპირველად აღმოჩნდით სრულიად მარტო, იმიტომ რომ დავუსვით ექიმს ორი შეკითხვა. ხომ ვიცით უკვე რაც არის დაჩის დიაგნოზი, გითხარით რა იქნება დაჩის მომავალი. ან თუ არის სამკურნალო მედიკამენტი და ორივე შეკითხვაზე გვიპასუხა, რომ არ ვიცით რა იქნება დაჩის მომავალი, იმიტომ რომ არ არის აღწერილი მსგავსი შემთხვევა სამედიცინო ისტორიაში და არა, სამკურნალო მედიკამენტი არ არის. და ჩვენ მე დავიწყეთ მოძიება, ნამდვილად იყო თუ არა ეს წამალი და რამდენიმე თვეში მოკლედ გადავეყარე ინფორმაციას, რომ რაღაც ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანია ამზადებს მედიკამენტს და რომელსაც მალე არ იქნებოდა, მაგრამ რაღაცა იმედი მაინც მოგცა. და სწორედ ეს იყო ეს ინფორმაცია ბიძგი, რომ გამეკეთებინა SCN2A საქართველოს ასოციაცია, მომეძებნა სხვა მშობლები, იმიტომ რომ ერთმანეთს დავუკავშირებოდით, ერთმანეთი გაგვეძლიერებინა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღვემაღლებინა ექიმებშიც ცნობიერება, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც წავაწყდით დაჩის შემთხვევაში, დასაწყისში დაავადების სიმპტომების აღმოჩენის დასაწყის ეტაპზე, ეს იყო არ ცოდნა რასთან ჰქონდათ საქმე, იმიტომ რომ ისინი მიუდგნენ როგორც სტანდარტულ შემთხვევას, მკურნალობდნენ პროტოკოლით, რომელიც გაწერილი იყო სტანდარტული ეპილეფსიების დროს, რომელმაც საერთოდ არ იმუშავა ჩვენ შემთხვევაში, უარესობა გამოიწვია და გაკვარგვინა უამრავი დრო, ამ უკონტროლო გულყრებმა რა თქმა უნდა დააზიანა ტვინი, რომელიც შეუქცევადია ტვინის დაზიანება, აღარ აღდგება ის. და მინდა ზუსტად რომ აი განსხვავება მოეხდინათ ექიმებს და მათთვის მიმოწოდებინა ინფორმაცია, რომ არსებს ყველა ეპილეფსიას არ ერგება, თქვათ, ის სტანდარტული მედიკამენტები და მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს აღმოჩენა გენეტიკური და იშვიათი ეპილეფსიების. იმდენად არის მედიცინა განვითარებული, რომ უკვე იციან, რომელ დაავადებას რომელი წამალი ერგება და პირიქით რომელი აუარესებს მდგომარეობას. და ჩემს მიზანი სწორედ ეს იყო, რომ აი SCN2-ის სიმპტომი, რომლებიც მართლა გამოკვეთილია და მართლა მარტივი ამოსაცნობია ექიმისთვის, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ამ დაავადებასთან, რომ დასაწყის ეტაპზევე აღმოეჩინათ, არ დაეკარგათ 2-3 თვე. შეიძლება იფიქროთ, რომ 3 თვე არ არის შედარებით 5 წელთან და 6 წელთან, რომელიც სხვა დაავადების შემთხვევაში ხდება ხოლმე დიაგნოზირება, თუმცა წარმოიდგინეთ დღეში 100 გულყრა ჰქონდა ბავშვს და რომ გადავამრავლოთ ეს 3 თვეზე, უამრავი გულყრა გამოდის და ეს არა მხოლოდ მოქმედებდა მის ჯანმრთელობაზე, არამედ ოჯახის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ძალიან დააზიანა ამ ყველაფერმა. და ასევე მიზანი იყო ასოციაციის შექმნის ის, რომ დავკავშირებოდი საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ხმაც მოსმენილი ყოფილიყო საერთაშორისო არენაზე, იმიტომ რომ შენ თუ სახლში იჯდები და ჩუმად იქნები, რა თქმა უნდა, არავინ არ მოვა შენთან და არ გეტყვის, მოდი შენ შვილს წამალი ხომ არ მივცეთ და ანუ უნდა შენ თვითონ და იზრუნო იმაზე, რომ შენ მოგისმინონ და დაგინახონ. იშვიათი დაავადებების მქონე ოჯახებს ვეტყოდი, რომ გაძლიერდნენ, ძალიან ბევრი ისაუბრონ თავიანთ დაავადებაზე, არ დაეზაროთ ნებისმიერ ადგილას, სადაც კი პატარა შეკითხვა გაჩნდება, რა ჭირს მათ შვილს, რატომ არის ასეთი განსხვავებული, არ დაეზაროთ და ასევე არ შერცხვეთ თავიანთ დაავადებაზე საუბარი. მე მაგალითად პირადად თუნდაც სკვერში რომ მეკითხებიან, ან ტრანსპორტში, ან სადმე დაბადების დღეზე, ყოველთვის ესეთი დიდი ხალისით ვეუბნები, რომ იცით, ჩემ შვილს იშვიათი დაავადება აქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩემი ვალდებულებაა, რომ ეს საზოგადოებას გავაცნო, რატომ არის საერთოდ თქვა 5 წლის ასაკში ეტლში და რატომ
ვერ დადის. პირველი შეკითხვა ესე იწყება ხოლმე საერთოდ, რომ რამდენი წლის არის და მე აქედან იწყება ხოლმე, რატომ არის ეტლში თუ 5 წლის არის, რატომ არ დადის? და მე ვიწყებ ხოლმე, რომ იცით, მას იშვიათი დაავადება. კან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ვილაპარაკოთ ჩვენს დაავადებებზე. სხვანაირად უბრალოდ ხალხი ანუ სტიგმა უფრო გაძლიერდება, ან ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ სტიგმა შევებრძოლოთ, სტიგმა დავანგრიოთ და აი ზუსტად ამით გავუმარტივოთ ჩვენ შვილებს საზოგადოებაში ინტეგრაცია. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ცინცაძე, CDG სინდრომის და აუტიზმის ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. შესაბამისად, მე მხვდა წილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ის, რასაც აქამდე მარტო ვაკეთებდი, ეხლა უფრო დიდ საქმეში გადავიტანო. ეს გზა არ არის მარტივი ნამდვილად, რადგან მე მიწევს შეხვედრა იმ მშობლებთან, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდებათ და საკმაოდ რთულია, რადგან ყოველი ახალი ისტორია ხელახლა მიღვიძებს იმ დიდ ტკივილს, რომელიც გამოვიარებ, როცა პირველად გავიგე ჩემი შვილის დიაგნოზის შესახებ. შესაბამისად, არ არის მარტივი, მაგრამ ბევრ სიხარულებთანაც არის დაკავშირებული, რადგან ყოველი გახარებული ბედნიერი ოჯახი ჩემთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულია, რომ მეტი და მეტი კარგი საქმე ვაკეთო და ჩაუდგე ამ საქმეს ბოლომდე და ვედგე გვერდში ბოლომდე ფონდს. ფონდისთვის ჩართულობას ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო კომპანიების, არამედ ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისაც, იმიტომ რომ თუნდაც ერთლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ისეთი კომპანია, როგორც არის ReArgen-ი, ჩვენთან იწყებს თანამშრომლობას, ჩვენ ვიწყებთ კოლაბორაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბენეფიციარებს ექნებათ წვდომა ყველა იმ შესაძლებლობასთან, რაც ექნება ReArgen-ს, შესაბამისად მათ შეეძლებათ, რომ გენეტიკური ტესტირება ჩაიტანონ ამ კომპანიაში და ის სიახლეები, რაც მათ ექნებათ ამ ხნის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის. მარიამი როგორც კირას დედა არის არ ვიცი, დედა, რომელსაც ალბათ ყველაფერი შეუძლია რომ გააკეთოს თავის შვილისთვის. დიდი დრო არ დამჭირვებია ამის გასააზრებლად, იმდენად მინდოდა შვილი რომ ყოლოდა, მაგრამ ის რომ იბადება ბავშვი, რომელიც არ არის ჭყალებში ტიპიური განვითარების და არის არაჩვეულებრივი, ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ შენც არაჩვეულებრივი დედა ხდები და არ ვიცი, ძალიან ბედნიერია მარიამი, როგორც კირას დედა, იმიტომ რომ კირამ შეძლო ის, რომ დღეს მარიამი არის ესეთი, როგორიც არის. მეტნაკლებად ძლიერი, ხანდახან არც მე არ ვარ ძლიერი, მაგრამ ალბათ კირა გახდა მოტივატორი იმის, რომ დღეს მარიამი აკეთებს იმ საქმეს, რასაც აკეთებს და ყოველწუთი ბედნიერია მასთან ერთად. იშვიათი დაავადების მქონე ოჯახებს ვეტყოდი, რომ ეს არის ძალიან რთული გზა. მართლა ობიექტურად ეს არ არის მარტივი გზა, თუმცა ეს არის გზა, რომელიც შეიძლება ამ გზაზე გამვლილმა სიხარულებმა, რომელიც ჩვენი შვილის თუნდაც ერთ ბგერას თან ახლავს, შეიძლება ტიპიური განვითარების ბავშვმა არ მოგანიჭოს. ანუ ბევრი გამარჯვებები არის, რაც შეიძლება ჩვეულებრივ უაზრო ცხოვრებაში არ გქონდეს. და აუცილებლად ვეტყოდი, რომ არ დაკარგონ საკუთარი თავი. იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ თუ მშობლებმა, თუ ოჯახის წევრებმა დაკარგეთ საკუთარი თავი, თქვენი შვილები აუცილებლად იქნებიან უბედურები. და თქვენ შეგიძლიათ, რომ შვილის იშვიათ დაავადებებსთან ერთად, რა თქმა უნდა, როცა სტაბილურია მდგომარეობა, იყოთ ბედნიერები, იყოთ სოციალურად აქტიურები და შეძლოთ ძალიან ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში გინდოდათ. ამიტომ ნუ აკიდებთ ბავშვებს ისეთ მძიმე საკითხს, როგორც არის თქვენი ცხოვრების უკან ჩამორჩენა ან თქვენ ცხოვრებასთან, ესე რომ ვთქვათ, თქვენი ცხოვრების დავიწყება. ამ ბავშვებთან ერთადაც შეგიძლიათ იყოთ ბედნიერები და არ დაივიწყოთ საკუთარი თავები.